მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალის სტუდფესტი 2025 გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განათლების მინისტრმა გამარჯვებულებს მიღწეული წარმატება მიულოცა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე ისაუბრა. წელს ფესტივალში მონაწილეობა 15,000-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო, აქედან 400-ზე მეტი გამარჯვებული გამოვლინდა, რომლებიც პრიზებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. სტუდფესტის ფარგლებში ღონისძიებები განათლების, სპორტის, კულტურის და მოხალისეობის მიმართულებით გაიმართა. ისინი ინტელექტუალურ შეჯიბრს, დებატებს, ფუტზალს, პადელს, ჩოგბურთს, ქუჩის ფეხბურთს, ჭადრაკს, ნარდს, ჯომარდობას და სხვა აქტივობებს მოიცავდა. გამოვავლინეთ კულტურის კომპონენტის და მოხალისეობის კომპონენტში გამარჯვებული ახალგაზრდები, ასევე გამოვლინდა საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელსაც გადაეცა გრან-პრი, საკმაოდ ემოციებით სავსე იყო დღევანდელი დღე. ასევე, რა თქმა უნდა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტრო და ახალგაზრდობის სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუდმივად ხარს დაუჭერს სტუდენტებისთვის და ახალგაზრდებისთვის მსგავსი ტიპის ღონისძიებების ორგანიზებას. ფესტივალი ყოველწლიური ხასიათის არის, ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობას, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობას და სტუდენტთა თვითშემოქმედების განვითარებას. ფესტივალი მომავალ წელს კვლავ დაბრუნდება და ყველა უნივერსიტეტს ექნება საშუალება, რომ ჩაერთოს აღნიშნულ ფესტივალში. პირველად მივიღე მონაწილეობა სტუდფესტის ფესტივალში და მოვიპოვე პირველი ადგილი ქართული ცეკვების კონკურსში. ვარ ძალიან ბედნიერი, რომ ჩემო უნივერსიტეტმა პირველი ადგილი მოიპოვა.